იდეის ავტორი არის ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც მდინარე ენგურის ჰიდროელექტრორესურსი თავის დროზე დაინახა, მიუხედავად რომ ბევრი კვლევები არ იყო მას ჩატარებული. ამ ადამიანმა როგორც თანამედროვეობის და დღევანდელობისას ჩვენთვის ძალიან გამორჩეულმა ადამიანმა მაშინვე დაინახა და აი დაახლოებით 18-20 წლებიდან მუდმივად მიმდინარეობდა გადაწყვეტილების მიღება დაეწყო თუ არა კაშხლის მშენებლობა. ბევრმა ფაქტორმა შეუშალა ხელი, მათ შორის ომმა, რევოლუციამ, საქართველოს ოკუპაციამ და ასე შემდეგ. და 61 წელს დაიწყეს მშენებლობა, 61-დან 87 წლამდე კაშხლის ბოლო ბეტონები ჩაისხა 87 წელში, ანუ 26 წელი. ჯამში ერთი დღის განმავლობაში 10,000 ადამიანამდე მუშაობდა მთლიანად არა მარტო კაშხლის, რა ენგურის 10,000 ადამიანამდე. გარკვეული ნივთები შევაგროვეთ ძველი, რომელიც გამოფენილი გვაქვს. აი ეს მშენებლობის სურათები არის, ხო? მშენებლობის პროცესის კი. ჩვენი ხელით გაკეთებული ინსტალაცია, აი ეს მშენებლობის პროცესის მაკეტი. აქ მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, აი ამ ადგილით ენგურხეს ვუხდით მადლობას, რომ ეს დაგვავიწყა. აგერ აქვე ზის ჩემი მეგობარი ინჟინერი, რომელიც მუდამ მუშაობის პროცესშია. ამით გვინდოდა ჩვენება იმისი, რომ გარდა მშენებლობის ან ტექნიკური ნაწილისა, ინტელექტუალური შრომა არ ჩერდებოდა.